ეთერშია გადაცემა ბიზნესის დრო სტუდიაში თეაშველიძე მუშაობს მოგესალმებით. ჯანდაცვა როგორც სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი სენსიტიური მიმართულება. Როგორი უნდა იყოს ყველასთვის მისაღები ჯანმრთელობის დაცვის სისტემა. უმეტეს შემთხვევაში აზრი ორად იყოფა, ნაწილი სახელმწიფოს როლის გაზრდის მომხრეა, ზოგიც კერძო სექტორის გაძლიერებას უჭერს მხარს. უმუშევრობის შემდეგ ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა ერთ-ერთ მტკივნეულ პრობლემად რჩება. როდის არის პაციენტი უფრო მეტად დაცული, ვინ აწესებს და არეგულირებს თამაშის წესებს. რამდენიმე მნიშვნელოვანი რგოლი პაციენტი, ექიმი ანაზღაურება. სახელმწიფო როგორც სოციალური პოლიტიკის გამსაზღვრელი და მეორე მხარეს სადაზღვეო სექტორისა და ჯანდაცვის მომსახურების წილი კვლავაც ძალიან მაღალია ამ მიმართულებით. სწორედ ჯანდაცვის პოლიტიკაა დღეს ჩვენი გადაცემის თემა, თუმცა სანამ ჩემს სტუმარს წარმოგიდგეთ, მანამდე თემა, რომელმაც კვლავ აქტუალური გახადა ჯანდაცვაში კერძო სახელმწიფო სისტემების თანაარსებობის საკითხი. ზუგდიდში მრავალპროფილური საავადმყოფოს აშენება იგეგმება. კლინიკას სახელმწიფო აშენებს და თავადვე შევა მართვაში. ახალი კლინიკის აშენების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებს თავად ჯანდაცვის მინისტრმა მიაწოდა, რომელიც რეგიონში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. განსხვავებული იქნება, რომ მასში უკვე ჩვენ დიდი თავისუფლება გვექნება, რომ გამოვიყენოთ ხარისხის კონტროლის ინოვაციური მექანიზმები, რომელიც როგორც ცნობილი არის, დანახარჯებს მნიშვნელოვნად თითქმის მესამედით ამცირებს და გამოვიყენოთ ის რესურსები, პროფესიული რესურსები, არა მარტო საქართველოს მასშტაბით, არამედ საქართველოს გარეთაც. ზუგდიდში გაიხსნება მუნიციპალური საავადმყოფო, რომელიც 130 საწოლზე იქნება გათვლილი და მოემსახურება არა მარტო ზუგდიდის მოსახლეობას, ასევე აფხაზეთიდან დევნილებს, ჩვენ აფხაზ მეგობრებსაც. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი ლაშა ნიკოლაძე. ბატონო ლაშა, მოგესალმებით. პირველ რიგში დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოდით დავიწყოთ იმ კლინიკით, რომელიც გუშინ გაიხსნა. ზუგდიდში ყოფნისას მინისტრმა განაცხადა, რომ სამეგრელოს რეგიონი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აფხაზეთის რეგიონთან სიახლოვის გამო, თუმცა ამას მოყვა გარკვეული რეაქციაც, ანუ კლინიკის მშენებლობა ერთგვარი უფრო მეტად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა თუ როგორ შეიძლება ეს გავიგოთ? თუ უფრო მეტად სოციალურ თემატიკაზეა გათვლილი. თქვენ გადაცემის დასაწყისშივე აღნიშნეთ, რომ დღევანდელი სამედიცინო სერვისების მიმწოდებელი პრაქტიკულად მთლიანად არის კერძო სექტორი. დიახ. ესეც გამოწვეული არის იმ რეალობებით, რომელიც გარკვეული ბოლო წლების განმავლობაში, ასე ვთქვათ, სახეზე გვაქვს და დაგხვდა. ერთის მხრივ ეს ძალიან კარგი არის, იმიტომ რომ თავისი დადებითი ფაქტორი ამან ითამაშა და მომავალშიც რასაკვირველია შეასრულებს, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ გვაქვს გარკვეული პრობლემები. დღეს უკვე დღევანდელი გადასახედიდან ამისი თქმა ნათლად შეიძლება, რომელიც აი ეხლა მე გეტყვით რაზე არის, ესე იგი რაშია საქმე. ჩვენი დღევანდელი სტრატეგიით ზოგადი სამედიცინო მიმწოდებლების გაფართოების კუთხით იგეგმება შემდეგი მიმართულებები, რომ გარკვეულად ძალიან მოზომილად ჩაერიოს სახელმწიფო ამ საკითხებში და ორი მიმართულებით. პირველი ეს არის საგანმანათლებლო მიმართულება, იმიტომ რომ დღეს თქვენთვის ცნობილია, რომ ჩვენ საქართველოში არ გვაქვს საუნივერსიტეტო კლინიკა. ერთ-ერთ კლინიკას მხოლოდ დასახელებაში აქვს გამოყენებული სიტყვა საუნივერსიტეტო, ანუ დღევანდელი ჩვენი სტუდენტები იზრდებიან პრაქტიკულად ისე, რომ მათ არ აქვთ უშუალო შეხება პაციენტთან და მათი ესე ვთქვათ განათლებაც ხდება უშუალო კლინიკებთან შეხების გარეშე. ეს ერთით. მეორე რაც შეეხება სიმძლავრეებს. აშენებული კერძო კლინიკები ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ხვალ შეიძლება ჩვენ ქვეყანას წინ დაუდგეს. აქ არის ლაპარაკი რეალურად რეფერალური დონის, ანუ მრავალკომპონენტიანი სრულფასოვანი კლინიკების წარმოებაზე. გამომდინარე როგორც სიმძლავრიდან, ადგილების რაოდენობიდან, ესევე სამედიცინო პროფილებისა და სიმძლავრეების კუთხით. როგორც მინისტრმა ბრძანა, კერძოდ ეხა თუ ვისაუბრებთ ზუგდიდის კლინიკაზე, ამას ორივე დატვირთვა აქვს, როგორც პოლიტიკური, ესევე სოციალური და ამის შესახებაც მინისტრმა აღნიშნა, იმიტომ რომ დღესდღეობით აფხაზეთიდან გადმოსული პაციენტების ნაკადი, რომელიც სულ უფრო და უფრო მატულობს, იმიტომ რომ ადამიანებს შორის ურთიერთობის აღდგენას, ასე ვთქვათ, წინ არაფერი უდგას და აქამდე სარგებლობდნენ ქუთაისის ინტერვენციული კლინიკით.
მომავალში გეგმავთ რა საყოველთაო ჯანდაცვის ძალიან სერიოზულ გაფართოებას, ანუ საქართველოს მოსახლეობის სრულად შესვლას ამ ურთიერთობაში, გარდა ამისა, კარგად მოგეხსენებათ აფხაზი მოსახლეობისა და ესე ვთქვათ, ჩვენი თანამოქალაქეების სერვისების სრულფასოვანი მიწოდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის სწორედ ზუგდიდი. და ზუგდიდის ეს კლინიკაც, რომელიც პირველი იქნება იმ კლინიკათა შორის, რომელსაც სახელმწიფო დააფინანსებს, აშენდება სწორედ პირველი იქნება იმ კლინიკათა შორის, რომელსაც სახელმწიფო დააფინანსებს. რამდენი კლინიკის მშენებლობა იგეგმება, რომელი იქნება? როგორც ესე ვთქვათ, მინისტრმა ესე ვთქვათ, თავის გაცხადებულ სტრატეგიაში ბრძანა ორი ასეთი კლინიკა იქნება დასავლეთ საქართველოში, ერთი როგორც უკვე ვთქვით ზუგდიდში, მეორე აჭარაში. არ არის სავალდებულო რომ ეს იყოს მაინდა-მაინც ბათუმი, იმიტომ რომ შესაძლებელია ცოტა აქეთ გურიისკენაც მოიაზრებოდეს. ჩვენ ეხლა ვსჯელობთ სტრატეგიაზე და იმის მერე მინისტრი რა თქმა უნდა გაახმოვანებს, როდესაც ზუსტად იქნება ასე ვთქვათ გადაწყვეტილება მიღებული და მესამე რასაკვირველია თბილისში. მაგრამ ამ კლინიკების მართვა, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო კერძო სექტორისთვის. არც ერთ შემთხვევაში არ იგეგმება დოტაციური პრინციპებით. ანუ ეს ჩვეულებრივად, ეს კლინიკები იქნება ჩვეულებრივად მოგებაზე ორიენტირებული, ანუ მათი ფასები არ იქნება დამანგრეველი და დოტაციური კერძო სექტორისთვის. სახელმწიფოს არ ეყოლება ფავორიტი კლინიკები, ამაზე არ არის ახლა ლაპარაკი, ანუ კერძო სექტორს ეყოლება კონკურენტი ძლიერი, რომელიც იგივე პრინციპებით იმუშავებს. ეს იმოქმედებს ფასებზე? მოდით ესე ვთქვათ, ფასისა და ხარისხის თანადობაზე რასაკვირველია იმოქმედებს და იმოქმედებს მხოლოდ ობიექტური ფასის დასადგენად. ანუ იქ სადაც ძვირია გაიაფთება, იქ სადაც იაფია გაძვირდება. იმიტომ რომ დღევანდელ ქართულ რეალურ სამედიცინო პროვაიდერებში არის როგორც სუპერ იაფი ფასები, ესევე არის გადაჭარბებული ფასებიც. თუმცა ეს ჩემი მსჯელობა ემპირიულია, არ ემყარება ეგრეთ წოდებული ფასისა და ხარისხის თანადობას, მაგრამ ესე ვთქვათ, გამოცდილებიდან და შეგრძნებებიდან და კონკრეტული კვლევებიდან გამომდინარე, ზოგი იაფია და ზოგი ძვირია. ანუ ეს გარკვეულად შექმნის იმ ორიენტირს, რომელიც იქნება ობიექტური ფასწარმოქმნაში. თუ არის უკვე დადგენილი და განსაზღვრული რა დაჯდება თითო ასეთი კლინიკის მშენებლობა და ბიუჯეტი? მე ისევ მინისტრის დავესესხები და მან თქვა, რომ პროექტირება დამთავრდება 2013 წელსვე და 2014 წელს აქტიური მშენებლობა წავა. ძნელია იმის თქმა, რა დაჯდება ეხლა ამ ეტაპზე, დაველოდოთ ეს რამდენიმე თვეში ცნობილი გახდება. ანუ ეს მომავალი წლის ბიუჯეტში უნდა განისაზღვროს ამის თანხმობა. რასაკვირველია, იმიტომ რომ პროექტირება იქნება წელს, შესაბამისად პროექტირების თანხები იქნება წლევანდელი ხარჯი და აშენების თანხები იქნება შემდეგი წლის ბიუჯეტირება. თქვენი ოპონენტები აუცილებლად, ხელისუფლების ოპონენტები აუცილებლად დასვავდნენ კითხვას, ანუ რა საჭიროა ამდენი კლინიკები ხომ არ ჯობდა უფრო სხვა მიმართულებით გადამისამართებული იყო თანხები, მით უმეტეს საკმაოდ მძიმე ფონია სოციალური თვალსაზრისით ქვეყანაში და ამავე დროს გაკეთდა განცხადება თუ არ მეშლება მე პარალელურად გაგრძელდება იმ 100 საავადმყოფოს მშენებლობის პროგრამაც, ხო? დიახ. და გვინდა ამდენი საავადმყოფო აქ უკვე ეს კითხვა. ესე იგი, ჩვენ ერთადერთი რაც შეგვიძლია შევედაროთ, ეს არის, თქვათ, 20-30 წლის წინანდელი რეალობა, როდესაც სხვა წყობილებაში დაახლოებით იგივე მოცულობის ხალხი ცხოვრობდა და იღებდა სამედიცინო სერვისებს. მე გეტყვით, რომ იმ ნიშნულამდე, რომელიც თქვათ 40 წლის წინათ იყო, კიდევ ძალიან ბევრი საწოლების რაოდენობა აკლია ჩვენ ქვეყანას. ამაში ალბათ ჩემი ჭყალებში ოპონენტებიც დამეთანხმებიან სამედიცინო სექტორიდან, რომ მაგალითად წელს თბილისის კლინიკები, რომელიც ითვლება, რომ ნორმალური არის და ხარისხს აბსოლუტურად პასუხობს, აბსოლუტურად ყველა გადავსებულია. მით უმეტეს მე კიდე წეღან ხაზგასმით ვთქვი, რომ საყოველთაო ჯანდაცვის შემოსვლა განაპირობებს იმას, რომ რიგების და მომლოდინი ადამიანების რაოდენობა გაიზრდება. ჩვენ არ ვიძახით, რომ ჩვენ ხვალვე შევთავაზებთ ამ კლინიკებს, ეს წარმოუდგენელია, მაგრამ 1 წლიან, 2 წლიან პერსპექტივაში ძალიან სერიოზული დეფიციტი შეიძლება წარმოიშვას კონკრეტული მიმართულებით. მე როგორც გითხარით, ეს როგორც საგანმანათლებლო მიმართულებით, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა შემდეგმა თაობებმა მიიღონ კვალიფიცირებული ექიმების სერვისი, ასევე 2-3 წლის მერე ის დეფიციტები შესაძლებლობის დაგვარად ამოივსოს. ანუ შეგვიძლიათ სასახად ვთქვათ, რომ აი ეს სახელმწიფო კლინიკები არ გახდება სერიოზული კონკურენტის კერძო სექტორისთვის და არ გამოიწვევს იმას, რომ ვიღაცა პრივილეგირ კონკურენტი გახდება, რასაკვირველია, ოღონდ არა ფასწარმოქმნისა და დოტაციის კუთხით. ეს იქნება ხარისხის და ვთქვათ ობიექტური ფასის ორიენტირი
და კერძო კლინიკებს, ესე ვთქვათ, რომელიც სამართლიან ფასზე და სამართლიან ხარისხზე არის აწყობილი, არანაირი საშიშროება არ ემუქრება. კიდევ მეორე, ფავორიტი კლინიკები არ იქნება სახელმწიფოს მიერ შერჩეული. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ შესყიდვებს აქამდე სახელმწიფო აკეთებდა ჩვეულებრივად ტენდერის მეშვეობით, თუ ვილაპარაკებთ ვიწრო ვერტიკალურ სამედიცინო პროგრამებზე, რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვას, იქ არჩევანი იქნება აბსოლუტურად თავისუფალი და არ იქნება შეზღუდვა და მიმართულების მიცემა ადამიანებისთვის, რომ გინდა თუ არა ამ კლინიკაში იმკურნალე და გაიარე სამედიცინო სერვისი. გასაგებია. გადაცემაში რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ თემას, საყოველთაო ჯანდაცვასთან დაკავშირებით ვისაუბრებთ აუცილებლად, რადგანაც უკვე შეიძლება რაღაც კონკრეტულ შედეგებზე უკვე საუბარი, შეიძლება გამოხატულად არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში 28 თებერვალს გაკეთდა ამის შესახებ განცხადება, მას შემდეგ უკვე გავიდა გარკვეული დრო და როგორ აფასებენ ამ გადასახედიდან ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები პროგრამის მიმდინარეობას. კლავეთერშია გადაცემა ბიზნესის დრო, კიდევ ერთხელ წარმოგიდგენ ჩემს სტუმარს, ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი ლაშა ნიკოლაძეა დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი და ვაგრძელებთ საუბარს. ბატონო ლაშა, როდესაც საუბარია ჯანდაცვაში არსებულ პრობლემებზე, აქცენტი კეთდება არა ინფრასტრუქტურის არარსებობაზე, არამედ ხელმისაწვდომობასა და კადრების პროფესიონალიზმზეც. ორად გავყოფ ამ საკითხს. პირველი ეს არის ხელმისაწვდომობა, რადგან ძალიან ბევრ ადამიანს ეხება. რა ნაბიჯები გადაიდგა იმისათვის, რომ ჯანდაცვა გამხდარიყო უფრო მეტად ხელმისაწვდომი და აქვე თემის გაგრძელება არის 28 თებერვლიდან დაიწყო სახელმწიფო საყოველთაო სადაზღვევო პროგრამის განხორციელება დღევანდელი გადასახედიდან. როგორ შეგიძლიათ შეაფასოთ, რამდენად კმაყოფილი შეიძლება იყოს დღეს ჯანდაცვის უწყება ამ პროგრამის მიმდინარეობით და აქვე გეტყვით იმასაც, რომ ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ იმასაც, რომ რეალურად პრაქტიკულად არაფერი შეცვლება. საყოველთაო ჯანდაცვიდან დავიწყებ, ვინაიდან ჩემი პასუხი უფრო გასაგები იქნება თუ ასე ავაგებ ლოგიკას. ჯერ ვისაუბროთ დღევანდელ არსებულ რეალიებზე 28 თებერვლის მერე რა შეიცვალა. ესე იგი დღევანდელი მდგომარეობით ეს არის დაახლოებით 20,000 ადამიანი, რომელმაც ისარგებლა გადაუდებელი, ანუ ურგენტული მომსახურებით, როგორც ამბულატორიულ, ესევე სტაციონარულ ნაწილში. ეხლა თუ 20,000 ადამიანის, თქვათ, გადაჩენილი კიდური ან გამოჯამთელება არაფერი არ არის, მაშინ ჩემ ოპონენტებს დავეთანხმები. გარდა ამისა, 1,5 მილიონ ადამიანზე მეტი დარეგისტრირებული არის პირველადი ჯანდაცვის ობიექტებში, პირველადი ჯანდაცვის სერვისების მისაღებად. ანუ ეს არის კიდევ ერთი სტიმული იმისთვის, რომ ამბულატორიებმა, ანუ პოლიკლინიკებმა ღირსეულად გააგრძელონ ფუნქციონირება და მათ გამოუჩნდეთ ის რესურსი და შესაბამისად მიაწოდონ სერვისი, რომელიც იქნება სწორად დათვლილი და დაფინანსებული და არ ექნებათ ის საშიშროება, რომ დღეს რითი იშოვონ კონკრეტული რესურსი, რომ ხვალ სერვისი გამართონ. ამაზეც თავისთავად მეტყველებს ციფრი, რომ ეს პოპულარიზაცია ამ პროგრამისა საკმაოზე მაღალია. რაც შეეხება ისევ დაუბრუნდები ურგენტების რაოდენობას ვერ მართავს ადამიანები, ეს არის შემთხვევაზე დამოკიდებული და ვთქვათ გამწვავებებზე დამოკიდებული, რომელიც სტატისტიკურად ერთი და იგივე, ესე ვთქვათ, მუდმივი ციფრია, კონსტანტა არის და შესაბამისად ურგენტის არც მომატება, არც მოკლება არ ხდება. მოხდა იმდენი, რამდენიც მოხდა უბრალოდ. ჩვენ არ გვითქვამს, რომ პირველი წინასწარ განსაზღვრა პრაქტიკულად შეუძლებელია. ხო, ეხლა მაგალითად თუ შემთხვევაზე დამოკიდებული ურგენტი ეს არის ავარიები, კატასტროფები და კატაკლიზმები და სხვა შემთხვევაში ეს არის კონკრეტული დაავადებების გამწვავებები. ჩვენ არც ქონდა იმისი ილუზია, რომ პირველი ეტაპი იქნებოდა ის, რომელიც გადაფარავდა ყველგან ყველაფერს. ეხლა საუბრობენ მაგალითად მედიკამენტები არ არის გათვალისწინებული სადაზღვევო პაკეტში და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა. ესე იგი ჩვენ უნდა შევადაროთ იმ რეალობას, რაც 28 თებერვლამდე იდგა. ანუ მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც პირველ ეტაპზე საყოველთაო ჯანდაცვის დაფარვის ქვეშ მოექცა, არ სარგებლობდა არანაირი სადაზღვევო დაფარვით. შესაბამისად, ხელმისაწვდომი გახდა მათთვის პირველი ეტაპის სერვისები, მაგრამ თავიდანვე დავადეკლარირეთ, რომ იქნებოდა შემდგომი ეტაპებიც. თავიდანვე ვთქვით და ავხსენეთ ლოგიკა, რომელთაც მივდიოდით და აქ დასამალი არაფერი არ არის, პირიქით, ჩვენ გვინდა რომ ძალიან გაგება მაქსიმალური აღქმა იყოს სწორი ამ პროექტის და დავიწყეთ გადაუდებელი შემთხვევებისა, იმიტომ რომ მათი გადადება შესაბამისად არაფრით არ შეიძლებოდა და საკმაოდ ვრცელი სია არის, რომელიც იფარება. ამის შემდეგ მე ვიტყვი 1 ივლისს დიდი ალბათობით, იმიტომ რომ ეხლა 1 ივლისს რა შეიცვლება 1 ივლისს? დიდი ალბათობით რა შეიცვლება, ესე ვთქვათ, რა თქმა უნდა, როგორც იყო დეკლარირებული, დაემატება გეგმიური ჩარევები და გეგმიური ჩარევებში, ასე ვთქვათ, ყველაზე დიდი
სიცოცხლისთვის საშიშროება მკვლელები, მოდით ესე ვთქვათ, ეს არის გულსიზრდათა სისტემები, ანუ კარდიოქირურგია და ეს არის ონკოლოგია, რომელიც ერთიცა და მეორეც დაფარული იქნება სახელმწიფოს მიერ. რა პრინციპით ეს ასაკობრივი ზღვარი არ არის ამ შემთხვევაში. არ ჩვენ ვლაპარაკობთ ისევ იგივე სეგმენტზე, რომელიც არსად არ არის და ანუ 28 თებერვლის მდგომარეობით ადამიანებზე ვსაუბრობთ. იმიტომ რომ კიდე შეგახსენებთ, რომ არის კიდე კორპორატიულად დაზღვეული ადამიანები და სოციალურად დაზღვეულები კერძო კომპანიებში. ანუ ამ ადამიანებისთვის დაემატება ძირითადად ეს ორი, ესე ვთქვათ, მკვლელები, როგორც გითხართ, კარდიოქირურგია და ონკოლოგია და ასევე ზოგადი ქირურგიისა და ზოგადი ჩარევების მრავალი ნოზოლოგია, მაგრამ მე მინდა გამოვყო, ესე ვთქვათ, თქვა, რომ იმიტომ რომ პირველი და მეორე რაც მე დავასახელე არის სიცოცხლისთვის ყველაზე საშიში, მნიშვნელოვანი, შესაბამისად ფასის მიხედვითაც ერთ-ერთი ყველაზე ძვირი. ჩვენ აქ სწორედ მეორე შეკითხვას პირველ შეკითხვას უპასუხებ ბოლოში, ანუ ხელმისაწვდომობაც სწორედ განისაზღვრება იმით, რომ ყველაზე მეტ საჭიროებას, რომელიც სიცოცხლის შენარჩუნებისთვის და ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის, რომელიც შემდგომში გადაიზრდება ადამიანის ჯანმრთელობაში და ეს არის მოტანილი ეკონომიკისათვის სარგებელი, ჯანმრთელი ადამიანი გამოიმუშავებს თანხას და ეს არის სწორედ დაგეგმვა, გარდა იმისა, რომ ის მორალური თვალსაზრისით შენარჩუნებული იქნება როგორც ადამიანი და როგორც ჯანმრთელი ინდივიდი და ანუ საჭიროებებს ვაფინანსებთ და საჭიროებებთან ერთად იმ მაღალ რისკებს ფინანსური კუთხით, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის გაღატაკება ან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნა. ძირითადად ეს ორი კომპონენტი, რისი თქმის უფლებაც ამ ეტაპზე მე დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს ორი კომპონენტი დაემატება. ეხლა რაც შეეხება ოპონენტების, ვთქვათ, მოსაზრებებს წამლებთან დაკავშირებით. ჩვენ თავი საწყის ეტაპზევე აღვნიშნეთ, რომ დეკლარირებულად, რომ ბინაზე წამლები არ იქნებოდა საყოველთაო ჯანდაცვის კომპონენტი. თუმცა გარკვეული ნაწილი უკვე დაფარული არის სოციალური ტიპის დაზღვევებით, რომელსაც ასევე სახელმწიფო ახორციელებს, მაგრამ ეს მიზნობრივი ჯგუფებია, ანუ ეს არის უმწეოები, პენსიონერები, უნარშეზღუდული მოქალაქეები და ასე შემდეგ. ამ ნაწილისთვის, რომელსაც შეუძლია დაიფინანსოს ბინაზე წამლები, თუნდაც კორპორატიული დაზღვევის შეძენით, წამლები ბინაზე საყოველთაო ჯანდაცვით არ დაფინანსდება. არც მეორე ეტაპზე? ეხლა არა, არც მეორე ეტაპზე, იმიტომ რომ ჩვენი წინა შეხვედრის ერთ-ერთი შეკითხვა იყო, რომ თქვენ ამით ხომ არ კლავთ კერძო სადაზღვევო კომპანიების ბიზნესს. მე გითხარით, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიების ბიზნესს არ კლავთ. ეხლა თუ არგუმენტი არის, რომ რატომ ყველაფერს არ ფარავთ, მაშინ ის არგუმენტი, რომ რატომ სადაზღვევო კომპანიებს არ უტოვებთ სივრცეს, ერთმანეთთან ვერ მოდის ვერანაირად უნისონში. ესე ვთქვათ, ჩვენ ძალიან დიდ სივრცეს ვტოვებთ, ჩვენ მიზნობრივად იმ თანხებს, რომელიც სახელმწიფოს მიერ არის ამ სერვისებისთვის გამოყოფილი, ხმარობთ ზუსტად იქ და იმ დოზით, რა დოზიც არის საჭირო. დოზითაც იქნება საჭირო. ასევე ვიტყვი, რომ ეს სერვისებიც კი, რომელიც ამ დასაქმებული კონტინგენტისთვის, მოდით ესე ვთქვათ, და არაღარიბი კონტინგენტისთვის დაფინანსდება, შესაძლოა შეიცავდეს რიგ ადგილებში სრულად დაფარვას, რიგ ადგილებში თანადაფარვას. თუმცა დიდი წილი რასაკვირველია სახელმწიფოს მიერ იქნება დაფარული. მე გითხარით წინა შეხვედრაზეც, რომ მშობიარობა მაგალითად იქნება ადგილები, სადაც სრულად იქნება დაფარული და იქნება, ესე ვთქვათ, ისეთი ადგილები, სადაც ეს თანხები გადაყვებათ და მხოლოდ სხვაობის დაფარვა მოუწევთ. მაგრამ ასე არ იქნება სხვა მკურნალობის სხვა ჩარევებში და სხვა ოპერაციებში. გასაგებია, რაც შეეხება მე წეგან ვახსენე ჩემს კითხვაში ორი მიმართულება. მომსახურების ხარისხი, რაც პირდაპირ კავშირშია პროფესიონალისტთან. ეს კი მაღალი ანაზღაურების გარეშე არის შეუძლებელი, შეიძლება ითქვას, არც არსებობს. ბოლო პერიოდში გვახსოვს ესეთი ექიმების გამოსვლების, როდესაც ისინი მოითხოვდნენ ანაზღაურების გაზრდას და ასე შემდეგ. ეს რა თქმა უნდა სხვა სფეროა, ეს არის უფრო კლინიკებისა და სადაზღვევო სექტორის ურთიერთობა, მაგრამ აი რამდენად შესწევს სახელმწიფოს უნარი აქ ჩაერიოს და გარკვეულწილად დაარეგულიროს ეს საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ არა იყოს მაგალითად კაპიკები და ეს გეთანხმებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის პირდაპირ სახელმწიფოს ჩარევის სფერო, ირიბი ჩარევები ამაზეც განხორციელდება. განხორციელდება ზუსტად იმითი, რომ საყოველთაო ჯანდაცვის შემოსვლით კლინიკებს გაუჩნდება თანხები. ამ დროს, ამავე დროს ძალიან აქტიური მუშაობა მიდის შრომის კოდექსზე, რომელიც დაარეგულირებს დამსაქმებლის ურთიერთობას დასაქმებულთან. შესაბამისად, გაჩნდება თანხა კლინიკისთვის და გაჩნდება ის წესი, რომელიც წესითაც ეს თანხები უნდა განაწილდეს თითოეულ ექიმზე. ანუ ორივე ეს პრობლემა იქნება აწყობილი და დალაგებული ისე, როგორც უნდა იყოს დალაგებული. რაც შეეხება ხარისხს.
ესე იგი მე ისევ წინარ გავუსწრებ მოვლენებს და ძალიან აქტიური მუშაობა და ფიქრი და ეს თქვათ ჭიდილი მიდის აზრთა სამინისტროში როგორ გადავიდეთ და როგორ არა ერთჯერადი თქვათ ლიცენზირების წესიდან გადავიდეთ სხვა წესზე რომელიც ხარისხს არა მარტო შემოწმების მომენტში არამედ მუდმივად ერთ დონეზე შეინარჩუნებს. დამეთანხმებით რომ ეს არ არის ადვილი საქმე, თუნდაც თქვენს მიერ დასახელებული პრობლემების და გამო რომ არ არის კადრები, არ არის თანხები, ანუ კადრები და თანხები შეიძლება უცებ გაჩნდეს, მაგრამ კადრები უცებ ვერ გაჩნდება და ჩვენი გადაცემის პირველ ბლოკში სწორედ საუნივერსიტეტო კლინიკები არის ამისი, ოღონდ ამის ილუზია იმისი რომ ეს ხვალ მოხდება არა, ჩვენ უნდა დავიწყოთ და მივცეთ სწორი მიმართულება და მივაწვეთ ამ სწორ მიმართულებას და ეს აუცილებლად შედეგს გამოიღებს. ზოგიერთი კომპონენტი იქნება მეხსეურად მიღწეული, ზოგიერთი რა თქმა უნდა დროს მოითხოვს. ეს დროც ობიექტურ დროს შეესაბამება და არ არის მუდმივი 100 და 200 წლის მერე არ ვლაპარაკობ. ჩვენ ვლაპარაკობთ მოკლე ვადაზე. გასაგებია, ძალიან ბევრი კითხვა ეს სხვა თემას შეეხება, მაგრამ მკითხავთ ეს ბოლო კითხვა არის დაისვა აჭარაში 1 წლის გოგიტა აბაშიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და მე ამ ტრაგიკულ შემთხვევას აღარ გავაგრძელებ და აღარ დაუბრუნდები. თუმცა რაიმე სახის ცვლილება ამ ვითარებიდან გამომდინარე თუ იგეგმება სოციალურ პოლიტიკაში, ანუ რაღაცა თან მით უმეტეს დღევანდელი ინფორმაცია ჩვენ დღეს ჯანდაცვის სამინისტროში იყო საკმაოდ საინტერესო შეხვედრა, სადაც ცალსახად ითქვა იმის შესახებ, რომ ჩვიულ ბავშვთა სიკვდილიანობით საქართველოს საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობა აქვს. ამ მიმართულებით თუ იგეგმება რაღაცა გარკვეული ცვლილებები? რასაკვირველია, სამწუხაროდ გვიწევს ამ ცუდ მაგალითზე, ესე ვთქვათ, სწავლა, მაგრამ ის რაც გვაქვს არსებული რეალობა, ის მემკვიდრეობა, რაც დღეს ჩვენ გაგვაჩნია, აშკარად საჭიროებს ძალიან სერიოზულ რეფორმირებას. კიდევ ვიმეორებ და ხაზს უსვამ, რომ სამწუხარო მაგალითზე გვიწევს ამისი, ვთქვათ, დეკლარირება. სრულიად სხვა ურთიერთობები იგეგმება, დაწყებული როგორც აი ამ სწორედ ამ შემთხვევის, ესე ვთქვათ, ერთ-ერთი კომპონენტი სოფლის ექიმიდან დამთავრებული ყველაზე დიდი კლინიკების კონტროლინგით. და თვითონ სოციალური მომსახურების სააგენტოშიც იგეგმება აბსოლუტურად სხვა ურთიერთობებზე გადასვლა. მაგრამ მე მაინც ხაზს გავუსვამ და ჩემ თავს უფლებას მივცემ და ვიტყვი, რომ საზოგადოების მზაობაც ალბათ გარკვეულწილად უნდა შეიცვალოს ასეთი შემთხვევებისადმი. იმიტომ რომ ჩვენ ახლა პასუხს ვერავის ვერ მოვთხოვთ, მაგრამ რეალურად მარტო ექიმისა და ამ შემთხვევაში მარტო თქვათ მშობლის ან ახლობლის ჩართულობა სრულიად საკმარისი იქნებოდა, მაგრამ მას შესაბამისი სტიმული შეიძლება საზოგადოების აქტივობიდან უნდა აეღო. სამწუხაროდ ეს კომპონენტი ყველა ერთად უნდა იყოს დარეგულირებული, როდესაც ვლაპარაკობთ აი ესეთ მძიმე შემთხვევებზე, რომლის წვდომადობა რთულია, გამომდინარე თქვათ რელიეფიდან, გამომდინარე რომ ეს არ არის დასახლებული ადგილი, მაგრამ ეს არავის არ ამართლებს. მე მინდა ვთქვა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ მათ აქტივობაზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. ხანდახან ელემენტარულად ერთი სიტყვის და ერთი შეძახილის შედეგად შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს ხოლმე ადამიანის ამ შემთხვევაში ჯანმრთელობის მდგომარეობა. რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს და სოციალური მომსახურების სააგენტოს რეფორმირებას, რასაკვირველია, მე როგორც გითხარით, დაწყებული სოფლის ექიმიდან იგეგმება აბსოლუტურად სხვა ურთიერთობები. მათ შორის სოფლის ექიმების ერთ-ერთი ჩივილი ისიც იყო, რომ არ არის თანხები, მაგრამ ნაწილობრივ ამაზე დათანხმება შეიძლება, მაგრამ ურთიერთობებში გასწორება ორივე მხრიდან ალბათ აუცილებლად განხორციელდება უახლოეს ხანებში. არა მარტო იმიტომ, რომ მსგავსი შეცდომები გამოვრიცხოთ, არამედ სისტემა რომ მთლიანად გახდეს უფრო მობილური, უფრო მოქნილი და უფრო შესაბამისი და ადეკვატური მისი ქმედება. უფრო მეტად პრევენციული. რასაკვირველია. დიდი მადლობა. ბატონო ლაშა, გისურვებთ წარმატებებს. ლაშა ნიკოლაძე, ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი გახდათ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი. გადაცემაში რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ ჩვენ უკვე სხვა თემით დავბრუნდებით. გადაცემა ბიზნესის დრო კლავ ეთერშია, მოგაწვდით ინფორმაცია. საქართველოს ბანკი მომხმარებელს სიახლეს თავაზობს ინტერნეტ ბანკინგის ექსპრეს ონლაინის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს ბანკის გენერალურმა დირექტორმა გააცნო. ექსპრეს ონლაინის ყველა ფუნქცია მოთავსებულია მხოლოდ ერთ გვერდზე და მომხმარებელს ოპერაციების ჩატარებისას ან რომელიმე ფუნქციის მოსაძებნად სხვა გვერდებზე გადასვლა არ უწევს. ექსპრეს ონლაინი ორჯერ უფრო სწრაფად იტვირთება, სისწრაფეს განაპირობებს ისიც, რომ გადახდის ღილაკზე მხოლოდ ერთი დაჭერით არის შესაძლებელი ერთდროულად რამდენიმე
გადასახადის გადახდა და თუ გადარიცხვის შესრულებაც. ასევე მობილური ბალანსის შევსება პროვაიდერის მითითების გარეშეც განაცხადა დღეს ირაკლი გილაურმა მისივე ინფორმაციით ექსპრეს ონლაინი ასევე გამოირჩევა დაცვის ყველაზე უსაფრთხო სისტემით. ირაკლი გილაურმა ასევე გააკეთა განმარტებები იმ ბრალდებებთან დაკავშირებითაც, რომელიც საქართველოს ბანკის წინააღმდეგ სწრაფი გადახდის ბიზნესის წარმომადგენლებმა გააკეთეს. სწრაფი გადახდების აპარატების ბიზნესი საქართველოს ბანკის წინააღმდეგ, რაში ადანაშაულებენ და რას პასუხობს მათ ბრალდებებს კომერციული ბანკი. აკაკი ჩარგეიშვილი, ადვოკატი და ჯონი თაყნიაშვილი, ნოვა ტექნოლოჯის დირექტორი არის დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან. უпростоრად მოგესალმებით ბატონებო, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და მოდით დღეს თქვენ გააკეთეთ საგანგებო მიმართვა პრემიერ-მინისტრის სახაზე, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის სახაზე, რომელიც შეეხება იმ პირობების შეცვლას, რომელიც ძალაში 1 აპრილიდან შევიდა, მაგრამ როგორც თქვენ აცხადებთ, ამან სერიოზული დარტყმა მიაყენა თქვენს ბიზნესს. კონკრეტულად რაშია პრობლემა და რაში ხედავთ? საღამოშიდობისა, დიდი მადლობა და მადლობა დაინტერესებისათვის პირველ რიგში. ვინაიდან ესეთი ტიპის ეკონომიკური ხასიათის და ასეთი ჩაყალბებები კომპანიების ძალიან აქტუალური უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ყოველთვის და ამისთვის გიხდით მადლობას, რომ სწორად იქნეს პოზიცია დაფიქსირებული. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მოვისმინეთ, ეს წუთი არის საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის განცხადება ამ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ შეგვიძლია ეს განცხადება მოვისმინოთ, ეთერშიც გავუშვებთ. თუ გნებავთ მოვისმინოთ და შემდეგ გავაგრძელოთ. რა თქმა უნდა. კარგით, მაშინ ჩვენ საშუალება გვაქვს მოვისმინოთ ის პასუხი, რომელიც გააკეთა ირაკლი გილაურმა ამ საკითხებთან მიმართებაში, იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც თქვენ გამოთქვით და ამის შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი. ჩვენი მიზანი არის მარტივი. ჩვენ მომხმარებელს მივაწოდოთ საუკეთესო შეთავაზება. ჩვენი საუკეთესო შეთავაზება არის, რომ ჩვენი მომხმარებელი Express Pay-ის მეშვეობით გადახდის შემთხვევაში არ გადაიხდის არანაირ საკომისიოს. ანუ ჩვენ ვამბობთ, რომ 1 ლარი უდრის 1 ლარს და არა 1 ლარი უდრის 0.96 იმიტომ რომ 0.96 ლარს, იმიტომ 1 ლარი 1 ლარს უდრის. ეს ერთი. მეორე, საქართველოს ბანკის მხრიდან არის ძალიან მარტივი მიდგომა. ჩვენ შემოვედით ამ ბიზნესში, გადასახადების ბიზნესში, ჩვენ გადასახადების ბიზნესში ვიყავით, მაგრამ შემოვედით Express Pay-ის ბიზნესში. შესაბამისად, ჩვენ გვინდა უფრო მეტი მომხმარებელი მოვიზიდოთ, როგორც ჩვენი Express Pay-ის მეშვეობით, ისევე ჩვენი Express ფილიალის მეშვეობით და ისევე ჩვენი Express ბარათის მეშვეობით. ეს არის კონკურენცია და საქართველოს ბანკი ვარ შემოსულიყო აი ზუსტად აი ამ ბიზნესში. ეხლა ჩვენი მომხმარებელი გადაიხდიდა 4% და 1 ლარი არ იქნებოდა. ჩვენ ძალიან მარტივად უყურეთ ამ ყველაფერს. ჩვენი მიდგომა არის ესეთი, რომ ჩვენ მოიხვალოს შევთავაზოთ საუკეთესო წინადადება. საუკეთესო წინადადება არის ზუსტად ის, რომ 0% ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ, იმიტომ რომ ჩვენი ბიზნესი iExpress Pay-ის ბიზნესი არის მომგებიანი საერთო ჯამში და ჩვენ უყურებთ ჯამურ მოგებას და არა რაღაცა კონკრეტულ პროდუქტზე მოგებას თუ ზარალს. მეტრომანის დაკავშირება ძალიან მარტივია. საქართველოს ეს იყო ტენდერის შედეგად, მოიგო საქართველოს ბანკმა, შესაბამისად განახორციელა მრავალმილიონიანი ინვესტიცია ამ ქსელის განვითარებისთვის და შესაბამისად აქვს საქართველოს ბანკს ის პრივილეგია თუ უფლება, რომ დატენოს მიიღოს მეტრომანის დატენა. მოგეხსენებათ, რომ დატენა არის უფასო ჩვენი მომხმარებლისთვის, ანუ აქ არანაირ კონკურენტულ უპირატესობას არ იყენებს საქართველოს ბანკი. შესაბამისად ხელმისაწვდომია ყველა ჩვენი კლიენტისთვის ეს შევსება, ანუ არანაირ პრობლემა ჩვენ მომხმარებელს არ უქმნის, პირიქით არის კომფორტული და უფასო, რაც მთავარია. ერთი შეხედვით ყველაფერი გასაგებია, ბიზნესს აქვს თავისი კანონები, რომ რაც უფრო როგორც შეუძლია ისე გაიფართოვოს საკუთარი არეალი საქმიანობის და ამავე დროს კიდევ ერთი არგუმენტი, რომელიც აქვს საქართველოს ბანკის გენერალურ დირექტორს, ეს არის ის, რომ ის თავაზობს უფასო კი არ შეიძლება, ამით მოგებული რჩება მომხმარებელი. თქვენ რას უპასუხებდით ამას? თითქოს ყველაფერი გასაგებია. საკითხი ძალიან მარტივად იქნებოდა, რომ მხოლოდ ბიზნესს ეხებოდეს. რას ეხება? ბატონ ირაკლის დიდ პატივსცემ, მაგრამ მას ქველმოქმედება და ბიზნესი ამ შემთხვევაში ერთმანეთში აქვს არეული. იმიტომ რომ 0% ნებისმიერი საქონლის 0%-ად მიღება და იგივე 0%-ად გაყიდვა ნიშნავს ზარალზე მუშაობას. ზარალზე მუშაობა კიდევ ნიშნავს მოწინააღმდეგების წინააღმდეგ აგრესიულ მუშაობას. ანუ საქართველოს ბანკი ცდილობს გამოგვდევნოს იმ ბაზრიდან, რომელიც წლების მიერ ჩვენს მიერ არის დამუშავებული, ათვისებული და აპრობირებული და მთელი რიგი სიახლე და ნოვაცია შემოგვაქვს ამ ბაზარზე.
გარდა მაგისა, საქართველოს ბანკის მიდგომა დააწესეთ ისეთი სამწუხაროდ საკითხი ვერ გამოგდევნით, ანუ სამწუხაროდ ჩვენ მოვხვდით ერთგვარი გარიგების მსხვერპლი მობილურ ოპერატორებსა და საქართველოს ბანკს შორის. ვინაიდან დღემდე უпростоად 1 აპრილამდე მობილური ოპერატორები იხდიდნენ საკომისიოს, გვიხდიდნენ იმ 4% ზუსტად, რომელიც ჩვენი შემოსავლის წყარო იყო და ჩვენი ბიზნესის გამართლების წყარო იყო. 1 აპრილის მიერ გარკვეული ზეწოლის და ზემოქმედების შედეგად მობილურმა ოპერატორებმა ეს შეწყვიტეს. ახლა არის საფუძვლიანი ეჭვი ვივარაუდოთ, რომ ეს მოხდა რაღაც სხვა გარიგების საფუძველზე. და სამწუხაროდ ჩვენ იძულებული გავყოლოდით ამ სქემას. მოგეხსენებათ, ჩვენი შემოსავლების დაახლოებით 40% არის სწორედ მობილური ოპერატორების მიერ გადმორიცხული თანხების შედეგად მიღებული შემოსავლები. აქედან გამომდინარე ჩვენ რომ 0%-ზე და მინუსზე ვიმუშაოთ, ეს წარმოუდგენელია ბიზნესისთვის არის გამომართული. გაუგებარია ეს საქართველოს ბანკი გარიგდა ყველა მობილურ ოპერატორთან ეს რაღაც გეტყვით კომენტარიდან გამომდინარე და გაცემული პასუხიდან გამომდინარე აუცილებლად მინდა გითხრათ იმის გათვალისწინებით რომ ადვოკატი ვარ და იურიდიული კვალიფიკაცია მეტნაკლებად შემიძლია შევაფასო. პირველ რიგში ეს რაც მოისმენთ ეს იყო აღიარება რეალურად იმ ჩვენს მიერ დაყენებული პირობებისა თუ ბრალდებების მიერ, რაც საქართველოს ბანკის მიმართ ჩვენ დღეს განვაცხადეთ პრესკონფერენციის დროს. ვინაიდან რეალურად აღიარა საქართველოს ბანკმა, რომ ამას აკეთებს უშუალოდ ის. მე მინდა გითხრათ, რომ ბანკი ეს არის ლიცენზირებული საქმიანობა, კომერციული საქმიანობა, მისი ზედამხედველი არის ეროვნული ბანკი და ბანკს საქართველოს კანონმდებლობით შესაძლებელია ჰქონდეს არა ისეთი პროფილური აქტივები, რომლებიც სხვა ბიზნესები არის და ამის მაგალითები საქართველოში გვაქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე იმაშია, რომ უშუალოდ ბანკი ახორციელებს სხვა ბიზნესის შესვლას. ანუ აქ არ არის არაპროფილური ბიზნესების და აქტივობების ეს კანონით ეკრძალება ბანკს, თქვენ რა თქმა უნდა, ის არის ლიცენზირებული საქმიანობა და საბანკო საქმიანობა არ არის საგადახდო საქმის წარმოება. ასევე არ არის სამშენებლოც, მაგრამ რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ისინი ფლობენ მათ როგორც სხვა კომპანიებს, ანუ აქტივებს ფლობენ. ანუ ფლობენ წილებს და უშუალოდ არ ახორციელებენ. მე გეტყვით მაგალითს, დღევანდელი მდგომარეობით TBC Pay-ც არსებობს ბაზარზე, მაგრამ TBC Pay-ს არ ახორციელებს უშუალოდ TBC ბანკი. ეს არის TBC Pay კომპანია, ცალკე დამოუკიდებელი, რომლის აქტივს მართავს ამ შემთხვევაში TBC ბანკი. იგივე მდგომარეობა რომ ყოფილიყო ჩვენს შემთხვევაში მეტნაკლებად კიდევ ვთქვათ რეგულაციების დონეზე ეროვნული ბანკის მიერ ეს აუცილებლად ჩარევის ნაწილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ბანკის მიერ აქვს სალიცენზიო პირობების დარღვევას, ვინაიდან ბანკი ახორციელებს უშუალოდ ლიცენზიით განსაზღვრულ ფულად საკრედიტო და სავალუტო ოპერაციებს. ამისთვის არსებობს და გასცემს კრედიტებს. ის რომ მომხმარებელს ლისტვის ეს იქნება მისაღები, მომხმარებლისთვის 0 კი არ უნდა იყოს მისაღები. მომხმარებლისთვის მისაღები უნდა იყოს სერვისი და ეს სერვისი ვერანაირად ვერ იქნება. ეს არის დღეს ამის სანაცვლოდ ჩვენ უნდა გავიხედოთ ხვალ რა მოხდება. იმ დემპინგის ხარჯზე, რომლის აღიარება მოხდა, დემპინგი არის უფრო დაბალი ფასით შესვლა, ხო? დიახ, აქ საერთოდ ფასიც არ არის. ესე იგი, ეს არის კატასტროფა, ხო, რეალურად. ამიტომ რომ არა საქართველოს ბანკის ასეთი რაღაც თქვა ირაკლი გილაურმა. ის 1 ლარი არ იქნებოდა 1 ლარი და იქნებოდა 91 მაშინ მე საპირისპიროდ აუცილებლად მომხმარებლის სასარგებლოდ უნდა გითხრათ, რომ თუ კი აქამდე იყო ის 4 ლარი, რომელიც ამ შემთხვევაში არ იქნებოდა 1 ლარი, აუცილებლად მაშინ ეროვნული კომუნიკაციების კომისიას უნდა დაედგინა ახალი ტარიფი და ის სატელეფონო ზარები და მათი ღირებულება, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ამ 1 ლარის ხარჯზე უნდა ყოფილიყო დაბლა კორექტირებული. არანაირი ცვლილება სატელეკომუნიკაციო სფეროში, მობილურ სფეროში არ განუცდია. საქართველოს ბანკი თუ კომუნიკაცია. ამ შემთხვევაში გეტყვით, რომ ეს იმიტომ ბატონმა ჯონი მოგახსენათ, რომ ეს არის სქემატურად ძირითადად ის ორგანოები, რომლებსაც დღეს სამწუხაროდ რეალურად პასუხი ვერ მოეთხოვებათ, ეს არის ეროვნული ბანკი, ეს არის კომუნიკაციების
მარეგულირებული კომისია, რომლის უნარობა ჩვენ სახელზე გვაქვს მიახლოებით 6 თვე არის საქართველოში და გუშინ გავიგეთ რომ ხელმძღვანელი გადადგა და სავარაუდოდ ალბათ კიდევ რაღაც დრო დაჭირდება რომ ჩაერიოს კომისია ამ და დარეგულირდეს აქ ყველაფერი ამდენად მეტრომანის საკითხი იყო ნახსენები და აქაც აღიარება გააკეთა სამწუხაროა რომ ეს არის კორუფციული სქემა ვინაიდან როდესაც მერი ატარებს ტენდერს რა თქმა უნდა როგორც კონკურენტი კომპანიები ჩვენც მივიღებდით მონაწილეობას ის რომ ტენდერი არ ჩატარებულა მოდით ცოტა წინ წავიდეთ ცოტა უკან წავიდეთ მაშინ ესე იგი თავის დროზე გთხოვა მერიამ ჩვენს კომპანიას, ჩვენს კონკურენტ კომპანიებს, რომ ეს თემა დაემუშავებინათ. ეს თემა ჩვენს მიერ, ჩვენი კონკურენტების მიერ დამუშავებული იქნა, აპრობირებული იქნა და გატესტილი იქნა. შემდეგ იფიქრა ეს ალბათ მავანმა რაში გვჭირდება ეს ორგანიზაციები და ეს თემა გადაულოცეს საქართველოს ბანკს. ამის მერე დაიწყო საქართველოს ბანკმა ამ ბაზარზე შემოსვლა და ამ სისტემის დანერგვა. მაშინ მე გეტყვით, მაშინ სამწუხაროდ ჩვენ არ ვიცოდით თუ ეს გარიგება მოხდებოდა, თუ ეს გარიგება ესე საეჭვო ვითარებაში ჩატარდებოდა და საინტერესოა წარმოადგინოს საქართველოს ბანკმა რა ტენდერი აქვს მოგებული, რის საფუძველზე აქვს ეს უფლება მინიჭებული. თქვენ წარმოიდგინეთ. დაკავშირებით ითქვა რომ არანაირ საკომისიოს გადახდა არ უწევს მოხდა. ramlishnuloba. შეიძლება რომ მხოლოდ ერთი კომპანია იყოს ოპერირებადი, მაშინ როდესაც ეს სოციალურად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის? რატომ არ უნდა კონდეს ადამიანებს იმის საშუალება თუ კი ეს არის მეტრომანი დაიტვირთოს ფასით თუ უფასოდ ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ შემთხვევაში ხომ ვერავინ ვერც ერთი მომხმარებელი ჩვენი ვერ სარგებლობს მეტრომანის ბიზნესით, ხო? ანუ მეტრომანის ბარათით. აი ეს იყო ზუსტად აღიარება. საქართველოს ბანკი გავიდეს საერთოდ. არ უნდა გავიდეს, ერთი რომ უნდა მოექცეს კანონის ფარგლებში უნდა მოექცეს იმ რეგულაციების და თავისუფალი ბიზნესის და არა ზეწოლისა და სხვადასხვა ასეთი სქემატურის ფარგლებში ყველას უნდა კონდეს ამ ქვეყანაში ბიზნესის სრულად და თავისუფლად წარმოების საშუალება. ის, როდესაც მერია მიანიჭებს მხოლოდ ერთ კომპანიას ასეთი ტიპის უპირატესობას სხვა კომპანიებისთვის რატომ იყო დახურული ეს ტენდერი? რატომ ჩვენ ვერ მოვახერხეთ აქ გამარჯვება საერთოდ საბუთების შეტანა? ჩვენ გამოთხოვილი გვაქვს ეს მასალები მერიიდან. ამას ვერ ვიტყვით, რომ ტენდერი არ ჩატარდა. არ ვიცი, იცით თქვენ ნანახი გაქვთ ტენდერის მასალა? ტენდერი ჩატარდა და ნამდვილად იცით? მე ძალიან მეეჭება რომ ტენდერი ჩატარდა, მე მოთხოვნილი ჩვენ კომპანიას გამოთხოვილი აქვს მასალები შესაბამისი ორგანოები დღემდე არ არის პასუხი. სამწუხაროდ ძალიან ცოტა დრო თქვენ რას აპირებთ? ანუ ჩვენ ვაპირებთ სამართლებრივი გზით ვიბრძოლოთ. ჩვენ სასამართლომდე ჯერ ვფიქრობთ რომ არ მივა საქმე. ჩვენ მაინც კეთილგონიერების იმედად ვართ რომ საქართველოს ბანკიც, მერის შესაბამისი სამსახური ეროვნული ბანკი და ის ხალხი და ის უწყებები რომლებიც მზად არიან და მომზადებული არიან ამისთვის და ევალებათ ამ საკითხების დარეგულირება დაარეგულირონ კონკურენტუნარიანი გარემო შექმნან ქვეყანაში, შექმნან ჯანსაღი ურთიერთობები ბიზნესის მონაწილეებს შორის და სხვათა შორის მობილური ოპერატორების იმედათაც ვართ, რომლებიც მიიღებენ ჩვენს ასე ვთქვათ ამ გამოხმაურებას ყურად და დაგველაპარაკებიან ამ თემაზე და შეიძლება საკითხის გამოსწორება სასამართლოს გარეშე. თვითონ სასამართლო პროცესი არის ხანგრძლივი პროცესი, თვითონ სასამართლო არის სხვა ურთიერთობის სფერო, რომელიც ბიზნესისთვის არის მიუღებელი. ჩვენ იძულებული გავხდით, რომ წავსულიყავით მასმედიის საშუალებით, წავსულიყავით თავრობის მიმართვისკენ, რომ ამ საკითხში რაიმე პოზიტიური შეგვეტანა და დაგვერეგულირებინა, თორემ არის ბევრი საკითხი, ბევრი ეჭვის ნიშანი და ბევრი შეიძლება კრიმინალური კუთხითაც საინტერესო გახდეს ამ სფეროში და ჩვენ იმედს ვიტოვებთ რომ ამ მიმართულებით არ წავა არც საქართველოს ბანკი, არ წავა არც ეროვნული ბანკი და არ წავა არც ეროვნული მარეგულებელი. გასაგებია. დიდი მადლობა. აკაკი ჩარგეიშვილი, ადვოკატი და ჯონი თაყლიაშვილი, Nova Technologies დირექტორი გახდნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. დღეს გადაცემა ბიზნესის დრო დასრულებულია. მე ხვალამდე გემშვიდობებით.